შეიძლება ძალიან უცნაურად ჟერდეს და ადამიანები ვინც ამით არ არიან დაკავებული, იმით რაღაც სიგიჟეთ გამოჩნდეს, მაგრამ სირბილი არის მედიტაცია რეალურად რა. ანუ მართლა მაგდონეზე მიდიხარ რაღაც ეტაპზე, რომ ძალიან ისეთია და ამ მედიტაციის დროს, ანუ გონება რეალურად არ გისუფთავდება, რა თქმა უნდა, ეს აზრები და რაღაცები არც არ მიდის, მაგრამ ძალიან მარტივი ხდება რაღაცების დალაგება. აი, დღის განმავლობაში უამრავ ინფორმაციას რო ატრიალებ და ბევრ რაღაცასთან რო გაქვს შეხება, მით უმეტეს აი პროექტების შემთხვევაში ხო, პროექტი თუ დიდი პროექტებია, მით უმეტეს ძალიან ბევრი სხვადასხვა ელემენტია და კომპონენტია და გიწევს ყველაფერზე ერთდროულად ფიქრი უამრავ ადამიანთან. მე ეს ყველაფერი ძალიან ერთად იხარშება თავში და აი ამ ყველაფერს ესეთ მაქსიმალურად მომზადებული და დაალაგებული და იცოდე პროცესებს როგორ გაყვე, ძალიან ძალიან მაგარ როლს თამაშობს, აი ძალიან ძალიან გეხმარება და კიდე გავიმეორებ, ან უცნაურია მართლა, რომ აი ფიზიკური აქტივობა, ეგეთი აქტივობა მით უმეტეს რომელსაც ძალიან დიდი ენერგია და რაღაც მიაქვს, რომ ეგრე შეიძლება, მაგრამ რეალურად ეგრე მუშაობს ეს ყველაფერი და ეგ არის უდიდესი ბენეფიტი ამ ყველაფრის რა.